28 ნოემბრამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლოვდება დღე და თარიღი, როდესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გააერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს მომავალი სწორედ ქართველი ხალხის ხელშია. პოლიტიკოსები, კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თავდაპირველად შეიკრიბებიან ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდგომ კი გაიმართება მარში საპროტესტო შეძახილებით. როგორც ყოველთვის, ყველა მარშის მთავარი შეერთების წერტილი და ადგილი იქნება რუსთაველის გამზირი და ამ ფორმით კიდევ ერთხელ ეტყვიან ეს მოქალაქეები ქართულ ოცნებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ ბიძინა ივანიშვილის გუნდს იმის უფლებას, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წავიდეს და ქვეყანას ის კურსი შეუცვალოს, რომელიც უკვე კარგად აქვთ გაცნობიერებული ჩვენი ქვეყნის პროევროპულად განწყობილ მოქალაქეებს. ამიტომ ყველას ელოდებიან ჯერ ჭავჭავაძის გამზირზე, შემდგომ კი დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი სწორედ იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ეს რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. 28-ში გასვლა უბრალოდ აუცილებელია, იმიტომ რომ უნდა ვიზეიმოთ, რომ ჩვენ ეს შევძელით, ერთი წელი ერთად ვიყავით, ერთი წელი გაუძელით საშინელ რეპრესიებს და ალბათ კიდევ უარესი გველოდება. უნდა ვაჩვენოთ ბიჭებს, ახალგაზრდებს და ძველგაზრდებს, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან და ციხეში არიან, რომ ჩვენ მათთან ერთად ავართ, რომ ხნეთ იყვნენ და რამდენიც დაგჭირდება, იმდენი ვიდგებით. ამდენი ხნის ნაწვალები ნაშრომი, ხო? ფაქტობრივად ჩვენ ევროინტეგრაცია, ევროდასავლური ინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი იდეალი ხო არის რეალურად. ამდენი თაობამ შეწირა თავი ამას ყველაფერს და გამოდის ეს ახალგაზრდა არსება და ამას ყველაფერს ჩამოგიშლის თვითონ საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს უნდა გვახსოვდეს და თქვათ. აუცილებლად ხმამაღლა ვთქვათ, რომ ეს არ გაგივათ. და არ გავუვიდათ რეალურად ერთი წელი, რა შემართება არჩევა ქართულმა საზოგადოებამ. შეიძლება ყოველდღე 10,000-ობით, 100,000-ობით არ იკრიბება, მაგრამ მენტალობაში კენელნა ყალიბდება, რომ ეს ღალატია. დიდი მსოფლიო მნიშვნელობის ღალატი. 28 ნოემბრის მერე მართლა თითქმის ერთი წელი გავიდა და არათუ სიკეთისკენ ან უკეთესობისკენ შეიცვალა, რამე პირიქით დღითი დღე უფრო და უფრო მძიმდება მათი მხრიდან დანაშაულები საზოგადოების მიმართ. ეს იქნება საჯარო სექტორში ადამიანების გათავისუფლება, კანონები, რომელიც ზღუდავს საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებს, ჯარიმები, რომელიც კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ასე შემდეგ. რა ვიცი, რამდენი მიზეზია იმისთვის, რომ საზოგადოება ისევ ერთად დადგეს და მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ ევროპული გზა და მომავალი არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნის. და მე დარწმუნებული ვარ, რომ 28-ში ისევ ბევრი ადამიანი დააფიქსირებს ამ აზრს. იმედის, ბრძოლის, ფრუსტრაციის, ძალიან ბევრი ემოციის გამაერთიანებელი არის ეს ერთი წელი აქციისა და პროტესტის მონაწილეებისათვის. მათ ურთიერთმონაცვლე განცდები და გრძნობები ჰქონდათ მთელი ამ დროის განმავლობაში პროტესტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, რომ ამ ადამიანებმა შეძლეს და ზუსტად ერთი წელი გაძლეს უწყვეტ პროტესტში. ამიტომ ამ ყველაფრის სადემონსტრაციო და აღსანიშნავად 28 ნოემბერს ყველა შეიკრიბება ჯერ ჭავჭავაძის გამზირზე, შემდგომ კი გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ საკუთარ ურყევ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადამდეც საჭიროა იქამდე იდგებიან ქუჩაში და ერთ კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებენ ძალიან მკაფიოდ, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თუ ვის რა ხედვა აქვს ამა თუ იმ პროცესთან თუ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. მთავარია, რომ ფუნდამენტური ღირებულებების გარშემო ერთიანდებოდნენ და დარწმუნებულები არიან, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს დგას რუსთაველის გამზირზე, კარგად იაზრებს თუ რა არის საქართველოს მთავარი და ძირითადი უცვლელი ღირებულება. ამიტომ ელოდებიან ყველას, რომ ერთიანად იბრძოლონ და გააგრძელონ ქართული ოცნებისათვის იმის ჩვენება, რომ მათი ბრძოლა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, რომ მიიტაცოს ხელისუფლება.